მოსახლეობასთან წინა საარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს ბურჯანაძე არასაპარლამენტო ოპოზიციის აღმაშენებლის დასახლების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. ხათუნა ფხაკაძე დღეს ბათუმში მალაზონიას ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. ანტისანიტარია, მოუწესრიგებელი საკანალიზაციო სისტემა და ინფრასტრუქტურა აქ მცხოვრებლებს წლების განმავლობაში აწუხებთ. როგორც მოსახლეობა ამბობს, დასახლებაში მომრავლებული ქვეწარმავლების შიშით ბავშვებს ეზოში ვერ უშვებენ. პრობლემის მოგვარების მიზნით ადგილობრივებმა შესაბამის სამსახურებს არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხათუნა ფხაკაძე გამარჯვების შემთხვევაში მალოზონიას ქუჩაზე მცხოვრებლებს დახმარებას დაპირდა. ჩვენი პრობლემა არის ამ არხის დახურვა. ქვეწამავლები ძალიან ბევრი გაშენდა, ბავშვებს გარეთ ვერ ვუშვებთ. მოდიან დანაპირებს არ გვისრულებენ. მეორე პრობლემა, როცა გრიგალია მოვარდება, აი ხეების მდგომარეობა ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიმყოფებით. ვართ ცუდ მდგომარეობაში. მუსორის ფულს ვიხდით, არ არის პრობლემა. ერთი ურნო მოგვიტანონ ან მაშინა გამოხონ რაღაცა, რომ ჩვენც იმდაგვარად მივხედოთ საქმე. მოსახლეობას უპირდები, რომ ვიქნები შუამავალი ამ ხალხის გულისწყებელს გავითვალისწინებ, მივიტან მთავრობამდე თვითმმართველობაში დადგება ეს საკითხი, რომ ეს პატარა მონაკვეთი, რომელიც დღეს არის მოუწესრიგებელი, მოუწესრიგდება ამ ხალხს და ხალხს შეექმნება უსაფრთხო გარემო იმისათვის, რომ ნორმალურად იცხოვრონ.